მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლამ ავაზა აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით 4 ტურნირს უმასპინძლა. ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობდნენ ოჩამჩირელ, სოხუმელ, გაგრელ ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები და ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. შთამბეჭდავი ასპარეზობა გაგრის მკვიდრის ვალერი ცაცუას ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით შედგა. პირველ ეტაპზე 2 მატჩი გაიმართა, ჯერ ოჩამჩირისა და ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები შეხვდა ერთმანეთს. მატჩი ნაკრების გამარჯვებით 3-1 დასრულდა. შემდეგ კი სოხუმისა და გაგრის გუნდები, სადაც გაგრამ მეტოქე 2-0 დაამარცხა. ფინალში გაგრა და ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი ვეტერანთა ნაკრების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. იყო 4 ტურნირი, სადაც ყოფილი ვეტერანი ღირსეული ხალხი იყო მონაწილეები და ასევე აქედან გამომდინარე ერთმანეთის მოფერების და ერთმანეთის სიყვარულის დღე. ამის ორგანიზატორი ბატონი ვალერი ცაცუა. მე როგორც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ყველას ვეტერან ფეხბურთელებს, ყველას ვინც კი აგზანდება, ყველას მინდა დიდი მადლობა მოვახსენო დღევანდელი დღისთვის. მე ვარ გაგრის გუნდის დამფუძნებელი, სპონსორი. მაყურებლებმა მაგარი სიამოვნება მიიღეს, რომ ნახეს ყოფილი ფეხბურთელები აფხაზეთის რაიონიდან, გაგრიდან, ოჩამჩირიდან, სოხუმიდან და ძალიან კმაყოფილი არიან დღევანდელი დღით. ჩამოსული იყვნენ ფეხბურთელები მოსკოვიდან, სოჩიდან, უკრაინიდან. ყოველ 2 წელიწადში ჩავატარებთ ასეთ ტურნირებს. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. მოვიგეთ 1-0. სამწუხაროდ დავამარცხეთ ჩემი ქალაქის გუნდი გაგრა. მეორე მხრივ მიხარია რომ მეგობრები ვნახე, ერთმანეთი მრავალი წელი არ გვინახია და მოვეფერეთ ერთმანეთს და ჩავეხმაროთ. ესაა მთავარი. ცხუმშიც ვთამაშობდი, გაგრაშიც ვთამაშობდი და აი რუსეთშიც ვთამაშობდი და მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მეგობრები ვართ, ყველა ერთმანეთის გვერდში ვართ. დღესაც მადლობა ორგანიზატორს, ვინ ჩაატარა ეს ტურნირი, რომ ბიჭები გვანახა ერთმანეთს. მე ვარ ორენბურგიდან. პატარაობიდანვე ვიყავი თბილისის დინამოს გულშემატკივარი. მე სულიერად მიზიდავდა ქართველი ფეხბურთელები: დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია. თათარ გაბელიას მეძახდნენ იმიტომ, რომ თათარი ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოდესმე თბილისში აღმოჩნდებოდი და ამ ადამიანებთან ერთად ვითამაშებდი. ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა. ფეხბურთსა და ფეხბურთელებს საზღვრები არ აქვთ. ჩვენ ვალერი ცაცუას წყალობით მოვესიყვარულეთ ერთმანეთს და საზღვრები დავარღვიეთ. მადლობა თქვენ, მადლობა თბილისს ამ დადებითი ემოციებისათვის. დღეს ძალიან ლამაზი და საინტერესო დღე არის იმათთვის, ვისაც უყვარს ფეხბურთი და საერთოდ სპორტი. ვეტერანთა ტურნირია, გაგრელები, გუდაუთელები, სოხუმელები, ოჩამჩირლები, აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებიდან სხვადასხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ, ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგი ქუთაისში, ზოგი რუსეთში, ზოგი სხვა ქვეყანაში. სასიამოვნოა, რომ ამ ტურნირს ესწრება 2 ძალიან სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი სიჩინავა და სიომა ბარქაე, ორივე გაგრელები. იცით, რომ გიორგი სიჩინავა იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 66 წელს და ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა. სიომა ბარქაე და გიორგი სიჩინავა თბილისის დინამოს რიგებში თამაშობდნენ 60-იან წლებში და ამშვენებდნენ ამ ჩვენ შესანიშნავ გუნდს, იყვნენ საკავშირის ნაკრების წევრები. თავად ვეტერანთა ფეხბურთელთა გუნდების რიგებში თამაშობენ ძალიან ცნობილი ფეხბურთელები: გოჩა გოგრიჯიანი ვნახეთ, მიშა ჯიშკარიანი, გოჩა ჟორჟოლიანი. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ მოიფიქრეს ასეთი ტურნირი და კარგი იქნება მომავალში, რომ ეს ასეთი ტურნირი უფრო ფართო მასშტაბიანი გახდეს სხვადასხვა ასაკებში. შეკრებილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს ის წლები, როცა ქართული ფეხბურთის ღირსებას იცავდნენ. ეს სოხუმის მკვიდრი ირაკლი გელენავაა, რომელიც წლების განმავლობაში სოხუმის დინამოსა და ცხუმში თამაშობდა. მე სოხუმიდან ვარ. ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დავიწყე. სპორტსკოლიდან აღმოჩნდი ყოფილი საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში. 1987 წელს გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. ჩემი კარიერა გაგრძელდა სოხუმის დინამოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდი სოხუმის ცხუმში, სადაც 1992 წლამდე ვთამაშობდი. ახლა ვმუშაობ კრასნოგორში, ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელად. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. შევიკრიბეთ ქართული ფეხბურთის ვეტერანები. ამ ადამიანებს პატარა ბიჭი ბურთს ვაწვდიდი. შემდეგ მათთან ერთად ერთ გუნდში ვთამაშობდი. მინდა ერთი მატჩი გავიხსენო ჩემი კარიერიდან. ჩვენ მეოთხედფინალში ვეთამაშებოდით საფრანგეთის ნაკრებს. სერგეი არუთინიანი და მე გავხდით ჩემპიონები ამ გუნდის შემადგენლობაში. ჩემმა თანამემამულემ არუთინიანმა 2 გოლი გაუტანა საფრანგეთის ნაკრებს. თვალწინ მიდგას ის წუთები, როცა ერთმანეთისკენ გავარბოდით შეძახილებით. ჩვენ სოხუმელები ვართ.
დავამტკიცეთ, რომ რაღაც შეგვიძლია. ჩვენ ქართული ფეხბურთის ისტორია შევქმნით. ომმა ჩვენი ოცნებები დაანგრია. 1992 წელს მე კარიერა დავასრულე. დამრჩა მხოლოდ ულამაზესი მოგონებები. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ვეტერანი ფეხბურთელები მოვეციყვარულეთ ერთმანეთს. ამისთვის მადლობა ვალერი ცაცუას. ჩვენი შეკრება ემოციური და გულის ამეჩუღებელია. თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, ლანჩხუთის გურია, სოხუმის დინამო, სოხუმის ცხუმი, სოჭის ჟემჩუჟინა, კვიპროსი, საქართველოს ნაკრები, ეს იმ საფეხბურთო გუნდები ჩამონათვალია, რომელთა ღირსებას სხვადასხვა დროს გუდაუთის მკვიდრი ცნობილი ფეხბურთელი გოჩა გოგრიჭიანი იცავდა. მის საფეხბურთო გზას მისი შვილი 19 წლის გოჩა გოგრიჭიანი აგრძელებს, რომელიც როსტოვის SKA-ში თამაშობს. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩამოვედი თბილისში. ეს დამსახურება ვალერად ცაცუასი. ძალიან ბევრი მეგობარი მონაწილეობს დღესდღეობით აქ. ძალიან მოხარული ვარ მაგათი ნახვეს, ზოგიერთი 10 წელიწადი, ზოგიერთი 15 წელიწადია არ მინახავს. მარტო ამისთვის ღირდა აქ ჩამოსვლა. მე ვსწავლობდი როსტოვში. როსტოვიდან მოვხდი დინამო თბილისში. დინამო თბილისიდან მე ქუთაისში. დიდი კარიერა, დიდი ისტორია მაქვს. მე დინამო სოხუმი, როდესაც გაიყო გუნდი ორად, თავისთავად ჩვენ მონაწილეობდით სოხუმის ცხუმში და სოხუმის ცხუმიდან გადავიდით სოჭის ჟემჩუჟინაში. ძალიან კარგი გუნდი ყავდა. ძალიან კარგი გუნდი ყავდა. თავისთავად თამაშობდით გუნდში. ქართველებიც ვიყავით, აფხაზებიც ვიყავით, სომხებიც ვიყავით, ბერძნებიც ვიყავით, ყველა თითქმის. ნუ კარგი შეკრული გუნდი, მწვრთნელი ყავდა გადასარევი ნორაკიძე. და როდესაც აი ეს პოლიტიკური მოხდა და გუნდი გაიყო, თავისთავად ეს როგორ ჩავთვალე იცი, აი ძმებს შორის რო ასეთ რაღაც რა, ორი ძმა, ერთი წავიდა სახლიდან, მეორე სახლში დარჩა. აი ასეთი რა მძიმე იყო, იმათვისაც მძიმე იყო, ჩვენთვისაც მძიმე იყო, მაგრამ ცხოვრება მედის კარგი დასამახსოვრებელი თამაში იყო საქართველოს ნაკრები და უელსი როდესაც თამაშობდი დინამო თბილისის სტადიონზე ნამდვილად კარგი თამაში იყო რეზულტატითაც და ჩემთვისაც 5-0 მოვიგეთ მაშინ. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარ სტადიონზე ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელების ნახვა როგორც მოთამაშეთა, ასევე მაყურებელთა რიგებში შეეძლო. მაყურებელთა შორის იყვნენ ცნობილი ქართველი ფეხბურთელები გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ სიომა ბარქაია და ვლადიმერ გუცაევი. მე ამ ტურნირისათვის სპეციალურად ჩამოვედი გაგრიდან. დიდი მადლობა ორგანიზატორს ვალერი ცაცუას. ადრე ფარიკაობით ვიყავი დაკავებული და გავიმგზავრე სპარტაკიადაზე. ისეთი რამ ჩავიდინე, რომ ფარიკაობაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მომცეს. როცა თბილისის დინამოს კრებდნენ, შორდანიამ დამიძახა. სიხარულიძემ კითხა, როგორ აკავს, როცა მას სამუდამო დისკვალიფიკაცია აქვსო. შორდანიამ კი უპასუხა, ეს ფარიკაობაში, მე კი ის ფეხბურთში ამყავსო. თბილისის დინამოში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, 16 წლის. ჩემამდე იყო სიომა ბარქაია, ჩემს შემდეგ მურთას ხურცილოვა, ორივე უდიდესი ფეხბურთელი. ამ ეპოქაში თამაშობდნენ კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, იამანიძე, ხოღობერიძე, ლეგენდარული ფეხბურთელები. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელები გავხდით. მე ოცნება მაქვს, რომ თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაში მოხვდეს. საქართველოს ნაკრები კი პირველ ეტაპზე თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე. გაგრას ამჟამადაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავს. მათ შორის არიან ქართველები, აფხაზები, სომხები. ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება არ არსებობს. თქვენ აფხაზეთის ტელევიზიას წარმატებებს გისურვებთ. ყველას ერთად გაერთიანებულ საქართველოში გვეცხოვროს. იმედი მაქვს ყველაფერი აღორძინდება. დიდად ვაფასებ ამ კაცს, ვინ გააკეთა ეს ტურნირი, გააგრავო ჩემჩირი, გალი, სოხუმი. რა სიხარული, რა ამბავი, ერთმანეთი ნახებ ეს იყო ჩვენი თავის დროზე, ჩვენი პირველობა აფხაზეთის პირველობა. და მეც დავიწყე ხოლმე პირველობაში გაგრის გუნდში ვიყავი 14 წლის, როცა დამაყენეს მე და მე მითხეს პატარა ხარ და მე არ დამაყენეს 1-2 წელიწად მე დამაყენეს დიდიცაში გაგრაში. გაგრაში თამაშობდით, ჯერ კლასების პირველობა იყო, მე სკოლების პირველობა, მე რაიონის პირველობა, მე უკვე გავდიოდით აფხაზეთის პირველობა. კარგად თამაშობდი, იყო ეგეთი სკოლა, საფეხბურთო სკოლა ანდროჟორდანია, ვარ პირველი ადგილი ავიღე ჩვენ მოსკოვში. პირველი ადგილი და მე რო ჩამოვიყვა გაგრაჩო თვითონ ჩამოვიდა წამიყუნა და ოფიციალურად ჩამრიცხეს დინამო თბილისში და თამაშობდი 1970 წლამდე. მე დღე დაღამე ვფიქრობ ჩემ გაგრაზე. ჩემ გაგრაზე, იმიტომ იქ გავიზარდე, იქ დავიდე ულამაზესი ქალაქი. მე გული მტკივა გაგრა არ არის მარტო გაგრაზე, ხსენ აფხაზეთს, გალი, გაჩამჩირე, ჩემი გუდაუთელი ბიჭები, ჩვენი მაკაცები. მე მარტო მე დავჭი, მგონი უკანასელი მოհიკანე. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ჩვენიერი დღე არის, ჩვენიერი ტურნირია. ძალიან ბევრი ჩემი ძველი მეგობარი ვნახე, რომელიც არ მინახია кайხას, აი მოვედი ყველას მიესალმე, ძალიან მიესალმები, რომ ბატონი ჟორა სიჭინავა არის. ჟორა სიჭინავა არის ჩვენთვის ლეგენდა, იმიტომ რომ მაგის ფეხბურთზე და მაგის მეგობრების ფეხბურთზე გავიზარდე მე პირადად.
პატარა რო ვიყავი, აუჩიკად დგებოდი ხოლმე ბურთის მომწოდებლად. ეხლა არ ვიცი როგორ არის და მაშინ ეს ძალიან პრესტიჟული იყო. 10 კაცს ირჩევდნენ მთელი სკოლიდან და ამ 10 კაცში ხვდებოდი მე და აი ესე უყურებდი ამ ბიჭებს. ძალიან მოხარული ვარ, შომა ბარქაია ვნახე. უყურებ როგორი ხალისით თამაშობენ და მართლა ძალიან მიხარია. აფხაზეთი ძალიან მიყვარდა და არ ყოფილა გაზაფხული და ზაფხული რო არ ჩასულიყავი 2-3 დღე მქონდა დასვენება თუ რამდენიმე დღე ეგრევე მირბოდი იქ და აი მეგობარი ჩემი მიტო ჭანტურია იმასთან ჩერდებოდი. მე მინდა უსურო ამ ტურნირს მომავალიც ძალიან გამიხარდება რომ გაისათეც იქნება კიდევ ერთხელ ვნახავ ჩემ მეგობრებს და საერთოდ კარგია რომ გაკეთდა ეს ყველაფერი. აფხაზეთის გარეშე რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ საქართველოს ფეხბურთი, დიდი ფეხბურთი არსებობდეს. ამიტომ ახლა ეს დაგვაკდა დროებით ალბათ და მე იმედი მაქვს რომ მომავალში კიდევ გაიზრდებიან და კიდევ გაახარებენ გულშემატკივრებს აფხაზეთში გაზრდილი ფეხბურთელი. ტურნირის დასასრულს გამარჯვებული გუნდების სიმბოლური დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს. ვეტერან ფეხბურთელთა შეხვედრა საღამოს ქართული ფეხბურთის ლეგენდარულ სახეებთან ერთად ტრადიციული ქართული სუფრით გაგრძელდა. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ტურნირისადმი მიძღვნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული ფილმი. მონატრებულმა მეგობრებმა და კოლეგებმა ქართულ საფეხბურთო გუნდებში მოღვაწეობის საუკეთესო წლები გაიხსენეს. მონატრებულ აფხაზეთსა და ქართულ ფეხბურთზე მოგონებები გააცოცხლეს.